აუცილებლად იქნება კარგად აღნიშნული, საზეიმოდ აღნიშნული 26 და იქნება აუცილებლად სამხედრო კომპონენტიც. აღლუმები არის საბჭოთა გადმონაშთი. არც გერმანელები, არც ბრიტანელები, მხოლოდ ფრანგები ატარებენ აღლუმს 14 ივლისს. სამხედრო მხოლოდ სამხედრო აღლუმი, სამხედრო ძალის დემონსტრირებაზე ამას აკეთებენ მხოლოდ ეს მართლა სახალხო დღესასწაულია და ვინ როგორ რანაირად ჩვენი ანსამბლები, ჩვენი რა ვიცი, აი ყველა ჩვენი საშუალება კულტურას რაც შეეხება, ალბათ იქნება ჩართული ამაში. როცა ხალხს უხარია, ის მღერის და ის აღნიშნავს თავის საყვარელ დღეს და ეს ერთ-ერთი გამორჩეული დღე ჩვენთვის 26 მაისი. სამხედრო ძალები არის ის ბურჯი და ის სიამაყე, რომელზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო. შესაბამისად, ეს სიამაყე უნდა გამოვლინდეს 26 მაისსაც. რა ფორმით და როგორ, ამაზე ახლა ამ ეტაპზე ვმუშაობთ. მაგრამ ეს არის ის ხალხი, ვინც უკვე თავი გასწირა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და ვიარსებოთ როგორც ცივილიზებულმა სახელმწიფომ. ის რომ ზეიმია 26 მაისი, ის რომ ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე და ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ყველა ქართველი ამ დღეს აღნიშნავს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სიხარულით, ეს არის ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მივესალმებით. ღონისძიებები როგორ უნდა დაიგეგმოს, ეს ახლა არ არის ჩემი გადასაწყვეტი, უნდა გადაწყვიტოს ალბათ უფრო მთავრობის გუნდმა და შესაბამისად, როცა მიიღება გადაწყვეტილება, საზოგადოებაც იქნება ინფორმირებული. ჩემი შეხედულება ასეთია, რომ საქართველოს არც ახლა და არც ადრე აღლუმები ჩასატარებლად დასახარჯი ფული არ აქვს, ესაა პირადად ჩემი შეხედულება. ძალიან შვიდი ვიქნები და გეტყვით. 2011 წლის 26 მაისის აღლუმის ავტორების და მიმდევრების ადგილას ვიქნებოდი გაცილებით უფრო მოზომილი ამ თემის გააქტიურების საქმეში. მნიშვნელოვანი დღეა 26 მაისი საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, თუმცა ალბათ ბევრი რამ, რაც აგებული იყო მხოლოდ PR-ზე და მართველი ძალის დემონსტრირებაზე წინა ხელისუფლების დროს, ალბათ ესეც საკითხები უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ 26 მაისი ეს უფრო სახალხო ზეიმია ჩვენი ხალხისთვის და გაცილებით მეტი სახალხო ელემენტი უნდა ჩაიდოს ალბათ ამ დღეში.